და პოლიტიკურ მოტივაციას სანდრო გილგვლიანის კვლელების შეწყალების და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებში ადგილი არ ჰქონია. Am გადაწყვეტილებით საბოლოოდ გახდა აშკარა ყველასთვის, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები სამართლიანია და არ შეიცავს არანაირი პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნებს, რასაც ჩვენ სასამართლოს უკვე 10 წელია გამუდმებით აბრალებენ შიდა და გარე არაკეთილმოსურველეები. 10 წელია მუდმივად გვესმის, რომ სასამართლოში კლანია, რომ სასამართლო მიკერძოებულია და რომ მართლმსაჯულება პოლიტიკურია. Am ცილისწამებას ავრცელებს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი ზედამხედველი უცხოური ძალები, რომლებიც რიგ შემთხვევაში ფარულად და უკანონოდ აფინანსებენ ამ პარტიებს და არასამთავრობოებს. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის სარჩელზე გამოტანილი განაჩენი არ არის პირველი. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მართლმსაჯულება გაამართლა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის, ნიკა მელიას, ბაჩო ახალაიას, ისევე როგორც ყველა დანარჩენ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში. პირადად სააკაშვილი სულ ახლახან იძულებული გახდა სტრასბურგიდან გამოეწვია მისივე სარჩელი ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე, რადგან მიხვდა, რომ საქმეს აუცილებლად წააგებდა და სირცხვილს უკან დახევა ამჯობინა. უკვე 10 წელია ცალკეული ჯგუფები ცდილობენ ქართული სასამართლოს და ზოგადად სახელმწიფოს სახელის გატეხვას და იმიჯის დაზიანებას. შეგახსენებთ, ევროპის პარლამენტის რამდენი რეზოლუციაში ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, რამდენი უცხოელი დიპლომატი და უმაღლესი თანამდებობის მქონე პოლიტიკოსი ამაოდ დაშვრა იმის მტკიცებით, რომ სააკაშვილის პატიმრობა თურმე უკანონოა. შეგახსენებთ კამპანიას Free Misha, ანუ თავისუფლება მიშას, რომელშიც ჩართული იყვნენ ნაციონალური მოძრაობა და არასამთავრობოები ქვეყნის შიგნით და მათი ლობისტები ქვეყნის გარეთ. Am წლების განმავლობაში გამუდმებული შეტევა იყო საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც გაჯერებული იყო ტყუილებით და ცილისწამებით. სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით გვემუქრებოდნენ სანქციებით და გვირთველებდნენ დეზინფორმაციას. იმავდროულად სააკაშვილს უცხოეთში და მის პარტიას საქართველოში სასათბურე პირობები შეუქმნეს და არც დაფინანსება და მფარველობა მოუკვლიათ მათთვის. მას ხვდებოდნენ ბრიუსელსა და ვაშინგტონში, უცხადებდნენ მხარდაჭერას და ამწესებდნენ თანამდებობებზე. გარედან ამართვინებდნენ რადიკალურ ოპოზიციას და ბოლოს კი არჩევნების წინ ფარულად შემოაპარეს საქართველოში. დღეს იგივე ხალხი, ვინც საზღვარგარეთ Free Misha კამპანიას წამოიწყო, ჩართულია კამპანიაში არა რუსულ კანონს. იგივე ხალხი ისევ გვირთველებს დეზინფორმაციას, იგივე ხალხი ისევ გვემუქრება სანქციებით. რა თქმა უნდა, გავა დრო და გაირკვევა, რომ აქაც ტყუილთან და ცილისწამებასთან გვაქვს საქმე. გაირკვევა, რომ არც კანონი იყო რუსული და კამპანიასაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმსურველი ძალები აფინანსებდნენ. საბედნიეროდ ადრე თუ გვიან სიმართლე იმარჯვებს. დღეს სწორედ ის დღეა, როდესაც 10 წლიანი კამპანია საქართველოს მართლმსაჯულების წინააღმდეგ კრახით დასრულდა და სამართალმა იზეიმა. 10 წლიანი ნარატივი რადიკალური ოპოზიციის, არასამთავრობების და მათი უცხოელი მფარველების ხუხულასავით ჩამოენგრიათ თავზე. თანაც არა ჩვენი, არამედ სტრასბურგის სასამართლოს ხელით. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი რამის გამოა მნიშვნელოვანი. დადასტურდა, რაოდენ საჭიროა და აუცილებელია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღება, რომ ხალხმა დანამდვილებით იცოდეს, ვინ იგონებს და აფინანსებს ამ ცილისწამებულ კამპანიებს, იქნება ეს Free Misha, არარუსულ კანონს თუ რომელიმე სხვა. ეს კამპანიები მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს მიზნად საქართველოში გათიშულობის, მტრობის, დაპირისპირების შემოტანას და საქართველოს დესტაბილიზაციას. დღეს დადგა განაჩენი არა მარტო სააკაშვილზე, არამედ მის რეჟიმზეც და მის მფარველებზეც. დადგა განაჩენი 10 წლიან ცილისწამებულ კამპანიაზე საქართველოს წინააღმდეგ. დიახ, მე პრემიერ-მინისტრმა მაცნობა ამის შესახებ და მართლაც გამოუგნებელი არის ამ კონტექსტში კვლელობის მცდელობის ასე ვთქვათ მოყვანა
ნებისმიერ შემთხვევაში რაიმე კონტექსტში ხსენება ამ ფაქტის და გამოუგნებელია, რა თქმა უნდა, დამატებით კომენტარებს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. დამატებით დღეს თუნდაც დღევანდელი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს. ეს უფრო კარგი მაგალითია და შეგვიძლია რეტროსპექტივაში შევხედოთ იმ 10 წლიან დეზინფორმაციის კამპანიას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიოდა. გაიხსენეთ სააკაშვილი და მისი საქმე, გაიხსენეთ ყველა სახეები, პოლიტიკოსების, მედიის წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომლებიც ცილისწამებით, დეზინფორმაციით, საქართველოს წინააღმდეგ და შანტაჟით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ცდილობდნენ სააკაშვილის დახსნას. ციხიდან ცდილობენ იმით, რომ ერთი მტკიცებით, რომ თითქოს ეს იყო პოლიტიკური და მოტივირებული გადაწყვეტილება, შემდეგ თითქოს ჯანმრთელობის პრობლემა, ხო ეს ყველაფერი ტყუილი იყო. და ჩვენ ხო ეხლა ვაცნობიერეთ, თუ რამხელა კოორდინაცია იყო 10 წლიანი კოორდინაცია ამ ცილისწამებული კამპანიისა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. აი ეს არის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არაფორმალურ გავლენებზე და კოორდინაციაზე, რომელიც არსებობს ხოლმე გარკვეულ შემთხვევაში და სააკაშვილის შემთხვევა, ეს არის სახელმძღვანელო მაგალითი, როგორ კოორდინირებულად და ბოროტი განზრახვით მოქმედებდა გარკვეული ჯგუფი ქართული ხალხის წინააღმდეგ. ყველაფერი, აი ყველა თითოეული სიტყვა, ზოგიერთი პრეზიდენტის ნათქვამი, ზოგიერთის პოლიტიკოსის ნათქვამი, ზოგიერთი პარლამენტარის, ევროპარლამენტარის ნათქვამი, მედია, NGO, გაიხსენეთ თითო სიტყვა და ყველაფერს მიუწერეთ ტყუილი. ამდენი ტყუილი 10 წელი, რომ კადრულობდნენ სხვადასხვა პოლიტიკოსები, დიპლომატები, მედიის წარმომადგენლები, NGO-ები, ამდენ ტყუილს კადრულობდნენ 10 წელი, ზოგი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, სამწუხაროდ აღმოგვაჩნდნენ ეგეთი ქართველებიც და უცხოელები ხომ უკვე ცალკე საკითხი არის. ამიტომ ვფიქრობ, ეხლა დადგა მომენტი და ეს არის გარკვეული შეჯამება იმ 10 წლიანი თავდასხმისა ქართული ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ ხედავდით უცხოეთიდან კოორდინირებულად და მნიშვნელოვანია ხა შევაჯამოთ, დავფიქრდეთ, ვინ არის ჩვენი კეთილმოსურნე, ვინ არის სხვისი კეთილმოსურნე და მზად არის გადააყოლოს მთელი ქვეყანა ერთ-ორ ადამიანს, რომელთანაც გარკვეული ჯგუფებს რაღაც ინტერესები აქვს. და ოპოზიციამ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე რა თქვა? რა თქვა ოპოზიციამ? ოპოზიციამ რა თქვა სტრასბურგის? რატომ გაისუსა? უყურეთ, რატომ გაისუსა მინდა ზუსტად რომ გითხოთ, გამოძიება დაიწყო თუ არა? გამოძიება დაიწყო სუსმა? თანამშრომლობა ევროპასთან იმისთვის, რათა გაიგოთ, ვინ აპირებს და როგორ აპირებს ამ თავდასხმას და ასე შემდეგ. მე ამ საკითხზე დამატებით კომენტარს არ გავაკეთებ, რაც შეეხება დაუბრუნდების სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ახან ოპოზიცია ახსენე. ხო ხედავთ გასუსულ ოპოზიციას, გასუსულ NGO სექტორს, გასუსულ უცხოელ აქტორებს, დიპლომატებს თუ პარლამენტარებს. სად არიან? 10 წელი ეს ქვეყანა რო არ მოასვენეს სააკაშვილით, მისი პერსონით, ხან სად დაყავდათ, ხან სად ნიშნავდნენ. გახსოვთ თქვენ ბრიუსელის კორიდორებში როგორ ხვდებოდნენ მას, როგორ ხვდებოდნენ სხვადასხვა დედაქალაქებში, კონგრესებში, სხვადასხვა კონფერენციებზე გამოყოფილი ადგილი. ეს ხალხი, ის ადამიანები, რომლებიც სახი არის, მათ შორის ევროპის სახი არის, რატომ არიან ჩუმად? გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ ქართულ ხალხს, ქართულ მართლმსაჯულებას, ქართულ სახელმწიფოს ამ 10 წლიანი არმოსვენებისა ამ ქვეყნისა, ჯანჯღარისა ერთი ადამიანის გამო. გადაგვაყოლეს ერთ ადამიანს ბოლოს შემოგვიპარეს ჩუმად, იმიტომ რომ ქვეყანა აერიად. აი ეს არის, ამაზე გამოიტანეთ დასკვნები ჟურნალისტებმაც და სხვებმაც, ვისაც ინტერესი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის დასტური 10 წლიანი ყალბი კამპანიისა, რომელშიც ჩართული იყვნენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები უცხოეთიდან, ჩართული იყო სხვადასხვა სახის მედია თუ საზოგადოება ისმენთ, ევროპის ეთერში ხართ
დამატებით კომენტარს არ აქვს. დაიწყეთ თუ არა გამოძიება? ასეთი მაინტერესებს. დაიწყეთ თუ არა თანამშრომლობა ევროკავშირში? ჩემი ხმა გესმით ბატონო შალვა და ჩემს კითხვას არ გასაგებია. ეს ადასტურებს რომ მოგონილია ის ყველაფერი რაც ინსტანცია დაკავშირებით დამატებით კომენტარს აღარ ვაკეთებ. რაც შეეხება არ ვაკეთებ დამატებით. რაც შეეხება პასუხი. რომ გაარკვიოთ ვინ აპირებდა კობახიძეზე თავდასხმას. ამ თემის თანამშრომლობა უყურეთ მითხარით დამატებით კომენტარი. რაც შეეხება პირველ პოლიტიკოსია საუბარი, ხო? პრემიერ-მინისტრია საუბარი. გამოძიება დაიწყო თუ არა სუსმა? კიდევ ერთხელ ეს თავდასხმა მოყვანილი იყო როგორც მაგალითი ამ კონტექსტში და ეს არის რა თქმა უნდა გამოუგნებელი, რომ ასეთ საუბრის დროს ამ კონტექსტში რაც შეეხებოდა შესაძლო გავლენებს, რაც შეეხებოდა შესაძლო გავლენებს ამ კონტექსტში ნებისმიერი სახით ამ მაგალითის მოყვანა არის გამოუგნებელი. დამატებით კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ. რაც შეეხება თქვენ კითხვას, რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ ახლა კანონთან, რა თქმა უნდა, მე ვთქვი, აუნიშნე კიდევაც განცხადებაში, ზუსტად იგივე ძალები, იგივე სახეები, იგივე სახელები, იგივე თანამდებობები. დღეს ჩართული არიან ეგრეთ წოდებული, ვინც იყო ავტორი და განმახორციელებელი Free Misha კამპანიისა ქვეყნის გარეთ და წამქეზებელი და დამფინანსებელი ქვეყნის შიგნით ზუსტად იგივე სახეები და სახელები არიან წამქეზებლები და ორგანიზატორები ეგრეთ წოდებული არა რუსულ კანონის კამპანიისა და ზუსტად იგივე ინსტრუმენტები დეზინფორმაციით, შანტაჟით, სანქციების მუხარით არაფერი არ იცვლება. შეიცვალა მხოლოდ კამპანიის დასახელება, იგივე ხალხი გამოდის იგივე მუხარები არის საქართველოს წინააღმდეგ. ეხლა 10 წელი თუ გვინდა ველოდოთ ამ ყველაფერს 10 წლის შემდეგ დარწმუნდეთ მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი, რომ ეს არის თქვენი სამშობლოს წინააღმდეგ დადგმული დეზინფორმაციული კამპანია და შტურმი, მე მგონი ეს არ იქნებოდა სწორი საქციელი თქვენი მხრიდან. ჩვენ წარსულის გაკვეთილები ამას გვაჩვენებს და დღეს სტრასბურგის სასამართლომ ეს დაადასტურა. 10 წელი ამ ქვეყანას გარედან აჯანჯღარებდნენ არაკეთილი მოსურნეები, ტყუილი და დეზინფორმაცია. ზუსტად იგივე ხალხი აკეთებს იგივეს, გვაჯანჯღარებს, სანქციებით გვემუქრება კანონთან დაკავშირებით. მიზანი არის რაც შეეხება არის მარტივი საკითხია. სააკაშვილის საკითხი რა იყო? ეს იყო დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიღაც ჯგუფებს არ უნდათ საკუთარი ვასალის გაწერვა და ამის გამო თავს დაესხნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. გადაუსვეს ყველაფერს ხაზი. როცა რა ღირებულებებზე ლაპარაკობს ის ხალხი 10 წელი რა ევროპულ ღირებულებებზე, რა დასავლურ ღირებულებებზე, რა კანონის უზენაესობაზე გველაპარაკებიან იმ კაბინეტებიდან, რომელ კაბინეტებში მიხეილ სააკაშვილს ხდებოდნენ და დღეს ისე ხდებიან ზურაბ ადეიშვილს და სხვა კრიმინალებს. რა ღირებულებებზე ლაპარაკობენ 10 წელი ეს ქვეყანა არ მოასვენეს აი ამ დეზინფორმაციის და შტურმით ქართულ ხალხზე. ამიტომ გასაგებია რომ ეს ჯგუფი ბოდიში მოხდელი არ არის, თორე აქამდეც იყო ბევრი შემთხვევა, სადაც ბოდიში უნდა მოეხადათ ქართული ხალხისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ხიზლად და განსაკუთრებით მედიას და თუნდაც ოპოზიციის, რა ვიცი, იმ ნაწილს, რომელიც შეიძლება არ არის თულად ბოლომდე გარკვეული ამ საკითხში, ცოტა თვალები გაახილონ. დაინახონ ამ ქვეყანას 10 წელი რომ ეჭიდავებოდნენ ტყუილით, თან დღისით, ბზისით, ხელის გულზე დადებული ტყუილით, იმ ისტორიებზე ტყუილის შესახებ, რომელიც მომწე ჩვენ ვიყავით. გირგულიანის საქმე ჩვენ თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი. ვალერი გელაშვილის საქმე ჩვენ თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი. სააკაშვილის რეჟიმი ჩვენ თვალწინ არ იყო, ჩვენი ოჯახები არ იყვნენ, რომლებიც მისი მსხვერპლები იყვნენ. ჩვენ თვალწინ არ იყო ეს ყველაფერი და ვიღაც უცხოელი გვასწავლის ჭკუას, რომ არა, იცით რა, ეს იყო დემოკრატიის შუქურა. და ეს იყო წარმატებული რეფორმები. დღესაც გვეუბნებიან, ამას წინ არ გახსოვთ ერთ-ერთმა ხელისუფლების წარმომადგენელმა ერთ-ერთი უცხო ქვეყნის, ეს იყო მოდერნიზაციის თურმე წარმმართველი. აი ამას აკადრებენ ქართულ ხალხს. ამიტომ ქართულ ხალხმა უნდა გასცეს ამ ყველაფრის პასუხი, რომ რა თქმა უნდა, აი ეს 10 წლიანის შეჯამების ფონზე, აი ეხა ამ რუსულ კანონზე ავიღოთ სია ზუსტად აქტორების, ვინც ეხლა ყვირიან და ხმამაღალი არიან უცხოეთიდან, ავიღოთ და დავადაროთ, ვინ იყო ჩართული ეგრეთ წოდებულ Free Misha კამპანიაში. ერთ-ერთზე იგივე ხალხი, იგივე სახელები, იგივე ჯგუფი ადამიანებისა, რომელიც ჩართულია ამ ყველაფერში.
ამის შემდეგ მე ვარ. ხო, ვიცით რა, კარგი, მაშინ შევადაროთ. სააკაშვილიძეც ხო ამას ამბობდა, რომ პუტინის დაკვეთით არის ის დაჭერილი, რომ ეს მოსკოვში, ხო, იგივე ჯგუფები ამას ამბობდა. აი ეს მოსკოვი და რუსეთის ძახილით უკვე აღარ შეიძლება რა ხალხის ნერვებზე თამაში. რაც შეეხება რეაქციებს კიდე ერთხელ. ამასაც დაუფიქრდეთ. რა არის სასწორზე, ხო? ანუ სამ მხარეს არის კანონი, რომელიც ეხება გამჭვირვალობას უცხოური დაფინანსების და მეორე მხარეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური ზღვარს გადასული რეაქციები ამ კანონთან დაკავშირებით უცხოელების მხრიდან, რომლებიც არიან დამფინანსებლები საქართველოში. პირველი რომ ბოლო ცოტა მე მგონი მორიდება უნდა კონდეს გარკვეულ ჯგუფებს, იმიტომ რომ მინიმუმ ინტერესთა კონფლიქტი არის, როდესაც საქმე ეხება შენ დაფინანსების გამჭვირვალობას, როცა შენ უარს ეუბნები ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკური თანამდებობის პირებს გამჭვირვალობას და მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ნაციონალური ფონდის ხელმძღვანელობასთან, ისევე როგორც თავად ქვეყნის წარმომადგენლობასთან მე არაერთხელ მქონდა საუბარი და თხოვნა, რომ თავად გაესაჯაროებინათ საკუთარი დაფინანსება უარია დღემდე. ხო და როდესაც შენ თვითონ უარს ამბობ გამჭვირვალობაზე, არაფრას აგდებ ქართულ ხალხს და შემდეგ როდესაც ქართველი ხალხი იღებს კანონს, რომელთაც ამბობს, რომ კეთილი ინებე და თუ ჩემ ქვეყანაში შემოდიხარ და მეუბნები, რომ ჩემთვის გინდა რაღაც სიკეთის გაკეთება, მითხარი რა როგორ აკეთება მას. მითხარი რა შეხარჯავ ამ ფულს. და ამაზე ასეთი არაადეკვატური რეაქციები, რომელიც გვახსენებს ჩვენ სააკაშვილზე რეაქციებს, ზუსტად იგივე, ხო? იქაც სანქციების მუხარა იყო, იქაც შანტაჟი და დეზინფორმაცია იყო, იქაც პროპაგანდისტული შტურმი იყო. მეორდება აბსოლუტური დეჟავიუ არის, ალბათ შემდეგ ციკლში შევედით ამ დეზინფორმაციას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ანგარიში გაუწიოს ქართული ხალხის ეროვნულ ინტერესს. ქართული ხალხის ეროვნული ინტერესია იცოდეს ყველაფერი იმ ფულზე, რომელიც საქართველოში შემოდის იმ მოტივით, რომ უნდა დაეხმაროს ქართული რა გითხრათ, იცით რა ეს უკვე რთული არის ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთება, ხომ? ჩვენ მე არაერთხელ თქვი და აღარ ვიცი ამდენჯერნა გავიმეორო, რომ ჩანს რომ ზემოდან გვიყურებს ზოგიერთი, არ ვიცი რა გონიათ რომ ახალი დემოკრატია ვართ და ამიტომ განსაკუთრებული მეურვეობა გვჭირდება ჩვენ და უნდა მიგვითითონ სად დავждეთ, რა წიგნი გადავშალოთ და რომელი კანონით წავიკითხოთ და მივიღოთ. აი ესეთი დამოკიდებულება უკვე მეურვეობითი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ეგეთი ჩვენ მქონდა, რა ვიცი, სხვადასხვა დროს ჩვენი ისტორიისა და რა თქმა უნდა ჩვენ ამისკენ არ ვისწრაფით. ამიტომ თუ კი სხვა ქვეყანას აქვს თავისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოების ინტერესები რთულ მდგომარეობაში ვარ ჩვენ საფრანგეთი და სხვა ევროკავშირის ქვეყნები დაცული ევროკავშირით, ზოგი არის ნატოს წევრი და ნატოს ატომური ქოლგით არიან დაცულები. ჩვენ მარტო ვართ. არავინ არ გვიცავს ჩვენ. კაციშვილი თითზე არ დაადებს, აქ თუ რამე დაიწყოს. არავინ ჩვენ ომს არ იომებს ამ ქვეყანაში. არავინ ჩვენთან ბოროტ გავლენებს არ შეამცირებს ჩვენს ნაცვლად. ამიტომ ჩვენი უსაფრთხოების გამოწვევები, ქართული ხალხის უსაფრთხოების გამოწვევები ყველაზე კარგად იცის ქართულმა ხალხმა. და როგორ უნდა უპასუხოთ ამ გამოწვევებს, ყველაზე კარგად ვიცის ქართულმა ხალხმა. თუ ფრანგს აქვს ეროვნული ინტერესები, ქართველსაც აქვს ეროვნული ინტერესები. თუ ინგლისელს აქვს, ქართველსაც აქვს და თუ ევროკავშირს აქვს ეროვნული ინტერესები, ჩვენს გვაქვს ეს ეროვნული ინტერესები და ყველამ კეთილი ინებოს და პატივისცეს ქართული ხალხის დამოუკიდებლობას, რომ თავად იზრუნოს ეროვნული ინტერესების შესრულების გზებზე. არანაირ კავშირში არ არის ეს, არანაირ კავშირში აი ხა მე ვისაუბრე იმ 10 წლიან მოწოდებების ახლა ზუსტად ახლა მე დავიწყე ჩემი გამოსვლა იმითო ვისაუბრე თუ როგორ მოგვიწოდებენ 10 წლის განმავლობაში ჩვენი დასავლელი პარტნიორები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ეს ამას გვიყენებდნენ ჩვენ წინაპირობა ჩვენი ევროკავშირში და ევროპაში ინტეგრაციისა. გვეუბნებოდნენ რომ ეს იყო ტესტი ჩვენი დემოკრატიის, ეს იყო ტესტი ჩვენ რუსეთის დაკვეთით ყავს დაჭერილი სააკაშვილი თუ არა. ამას გვეუბნებოდნენ ზუსტად იგივე დასავლელი პარტნიორები და ისინი ცდებოდნენ ერთი ან იტყუებოდნენ მეორე. ასე რომ აქაც თავარი რა ვაკეთეთ 10 წელი.
არ დაუჯერეთ ჩვენ დასავლეთ პარტნიორებს და ვიმოქმედეთ ქართველი ხალხი, დაუჯერეთ ქართველ ხალხს, თუ რა იყო მის ინტერესში. და რა აღმოჩნდა 10 წლის თავზე, რომ თუ კი ხელისუფლება მიყვება საკუთარი ხალხის ინტერესებს, საბოლოო ჯამში ის არის მართალი ხალხთანაც და დასავლეთთანაც მათ შორის ჩვენ პარტნიორებთან. ამიტომ აქაც ასე მოქმედეთ. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა, ჩვენ ვართ ევროპელი ხალხი. რაც არის კარგი ქართველი ხალხისთვის, ის არის კარგი ჩვენი ევროპული მომავალი. დამოუკიდებლობის დღისა და მის ღონისძიებაზე ბუნებრივი არის მთავარი მოვლენა არის 26 მაისის მთავარი წვევამდელების ფიცის დადება და აქ ისინი ფიცდებენ ბუნებრივია მთავარ სარდლის წინაშე. მე მინდა რომ ვკითხოთ სალომე ზურაბიშვილს ამ დრომდე გვაქვს ინფორმაცია რომ მოსაწვევი არ მიუღია. მიიწვევს თუ არა ზურაბიშვილს ამ ღონისძიებაზე და ჩაიბარებს თუ არა ის ამ ფიცს. გარდა ამისა, როგორია თქვენი მოლოდინები? ჩვენ გვინახავს ტრიბუნა, როგორ გამოუყენებია კობახიძეს ზურაბიშვილზე თავდასხმისთვის და პირიქითაც ბევრი კრიტიკა მოგვისმენია თქვენი მისამართი. ღონისძიების ორგანიზატორი არის თავდაცვის სამინისტრო, ამიტომ თავდაცვის სამინისტრო არის შესაბამისად გამსაზღვრელი მისი შინაარსთან დაკავშირებით. რაც შეეხება გამოსვლებს, კი, ჩვენ ვნახეთ შარშან ქალბატონი სალომეს გამოსვლა, რაც იყო აბსოლუტურად შეუფერებელი ამ თანამდებობის მქონე ადამიანის გამოსვლისა ქართული ჯარის წინაშე. ჩვენ ვნახეთ ქალბატონი სალომეს გამოსვლა თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, რაც იყო აბსოლუტურად შეუფერებელი ამ თანამდებობაზე მყოფი ადამიანის გამოსვლისა ქართული ჯარის წინაშე. ასეთი დღეები არის დღეები, რომელიც აერთიანებს ქართულ ხალხს, რომელიც დროსაც ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს ისტორიაზე და ვიყურებით წინ. ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ და არ უნდა დავყოთ არავინ და ეს არის დღე, როდესაც უნდა იყოს აღმატებული გრძნობები და არა ის წვრილმანი შურისძიებები, რომელიც ჩვენ ვნახეთ შარშან, მათ შორის 26 მაისის დროს ქალბატონის სალომეს გამოსვლის დროს. ამიტომ მე იმედი არ მაქვს, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ქალბატონი სალომე ამ დღეს სწორედ ამ განწყობით იყოს. არა რაღაცა ვიწრო გულში ჩადებული ბოღმებით, არამედ იმ აღმატებული გრძნობით, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს მას ვიც საქართველოს თავს თვლის საქართველოს მოქალაქედ უნდა ჰქონდეს. ჩვენ წინ იმ დღეს იდგებიან წევანდელები, რომელსაც სჭირდებათ мотивация, რომელსაც სჭირდებათ ამ მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნავების დღის შესაბამისი გამხნევება, მისალმება და ეს არის ის ტრადიცია, რომელიც არის ქართული ტრადიცია. სხვა დანარჩენი არის წვრილმანობა, რომელსაც ქართულასთან საერთოდ კავშირი არ აქვს, ის რაც ვისხდით ჩვენ მათ შორის შარშან. ორგანიზაციის საკითხები გადაცემა. თავდაცვის სამინისტრო ორგანიზაცია. ეუთო დირთეს დაკავშირებით. აი ოპოზიცია შემდეგ რამეს ამბობს, რომ როდესაც მაგალითად ხსენებენ აქტივისტებს აკავებენ, იჭერენ, იქო რომ თავისუფალ გარემოზე იყოს საუბარი, ძალიან რთულია და როგორი არჩევნები ჩატარდება და ეს ხალხი რას ამბობს, როგორ დააკვირდებიან და კიდე ერთი მინდა ბატონო ამასაც საოცრად მიპასუხეთ, რომ რა სტატუსით დააკვირდებიან, აი თქვათ ამოქმედა ეს კანონი ახალი, ხო უკვე დამკვირვებლებზე ხო არ იმოქმედებს და მართაც ხო არ მოუწევთ გავლა აი ამ რაღაც რეგისტრაციას. არა, ხო, ვისაუბრეთ, მათ შორის კანონთან დაკავშირებითაც ვისაუბრეთ, კანონთან დაკავშირებითაც და კიდევ ერთხელ გავაცანი თუ რა იყო პრეისტორია ამ კანონის მიღებისა, რა იყო მიზანი და გამოწვევები, რაზეც სხვა დროსაც საუბრობთ ხოლმე და რა არის მომავალი გეგმა მათ შორის ვეტოსთან დაკავშირებით. და რაც შეეხება არჩევნებს, თქვენ იცით რომ ამ დღეებში აქ იმყოფება მისია მათ შორის ოდირის წინასწარ შეფასებითი მისია, რომელიც სწორედ აორგანიზებს სადამკვირვებლო ამზადებს შემდეგ სადამკვირვებლო მისიას. ჩვენი მთავარი თხოვნა იყო, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს, ვინაიდან ეუთოდი ჩვენთვის არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული სადამკვირვებლო ორგანიზაცია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უცხოელი დამკვირვებლები იყვნენ რაც შეიძლება ბევრი ამ არჩევნებზე, იმიტომ რომ არ მიეცეს საშუალება ოპოზიციას და მის მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ გაიმეორონ ის მანიპულაციები, რასაც ადგილი ჰქონდა ხოლმე წინა არჩევნების დროს. ამიტომ ჩვენი მხრიდან
ვთქვათ, მოლოდინი რაც არის არჩევნებთან დაკავშირებით. ქართულმა ოცნება უზრუნველყო ის, რომ ელექტრონული მთლელების მეშვეობით და რეგისტრატორების მეშვეობით, ელექტრონული ID ბარათების სავალდებულოების შემოღების მეშვეობით ხედავთ, რომ ვერც ოპოზიცია და ვერც მათი მოკავშირე NGO-ები ვეღარაფერს, ვერც ერთ კრიტიკულ სიტყვას ვეღარ ამბობენ არჩევნების დღესთან დაკავშირებით. ეს თემა ხედავთ, რომ ჩვენ საკანონმდებლო უზრუნველყოფით და მისი პრაქტიკული განხორციელებით აქ ყველანაირი საბაბი წავართვით ოპოზიციას და მათ მოკავშირე NGO-ებს, რომ რაიმე სპეკულაციებს ქონდეს ადგილი. ამიტომ ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი არის. წინ საარჩევნო კამპანია არის, მე მოუწოდებ ყველას, რომ კონცენტრირდეს ხალხის ინტერესებზე. დღემდე რასაც ხედავთ, ოპოზიცია იყურება საზღვარგარეთ, უყურებს ვინ რა განცხადებას გააკეთებს და იმაზე აწყობს თავის ყოველდღიურ დღის წესრიგს. თუნდაც რომ მათ ევროპარლამენტარებმა აირჩიონ ისინი საქართველოს პარლამენტში, ასე საქართველოს კონსტიტუცია არ მუშაობს. ისევ ქართველ ხალხთან მოუწევთ მას ვისვა და საუბარი, ამიტომ მივიდნენ ქართველ აუნჩევრებთან და მოისმინონ მათი სათქმელი და ნახავენ ისინი, რომ ქართულ ხალხს უნდა ზუსტადაც რომ გამჭვირვალებაც უნდა და ის საკითხები, რომელზეც ხელისუფლება საუბრობს, რაც შეეხება თუ არა, მათაც აი რეგისტრაციების გავლა, რა სტატუსით თუ გულისხმობთ მათთვის გაჭირდება თუ არა დამკვირვებელი არა რა საერთოდ რაც შეეხება ამ კანონს ეს არავის არაფერს არ ურთულებს, არ უჭირვებს და არაფერს არ უზღუდავს. ერთადერთი რამეა, როგორც მე პოლიტიკამდე არ ვავსებდი ქონების დეკლარაციას, შემოვიდი პოლიტიკაში შევავსე ქონების დეკლარაცია და მაშინ ჩემს წელიწადში ერთი დღე, როდესაც ჯდები და ამ დეკლარაციას ვავსებ, ეს არის მთელი ცვლილება ჩემს ცხოვრებაში, რაც მოხდა. ასეთივე ცვლილება იქნება იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ცხოვრებაში, რომ წელიწადში ერთხელ იანვარში მოუწევთ დასწრენ და შეავსონ ეს დეკლარაცია. რაც შეეხება დამკვირვებელი ორგანიზაციას არ არსებობს, თუ გულისხმობ ადგილობრივ დამკვირვებლებს, ისინი როგორც იცით არიან არასამთავრობო ორგანიზაციის სახით, შესაბამისად ისინი რა თქმა უნდა ექვემდებარებიან ამ კანონის მოქმედებას ის ორგანიზაციები, რომლებიც როგორც ტრადიციულად არიან ხოლმე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ისვედი იქნება, საერთოდ ისვედი თუ ასე შემდეგ, რა თქმა უნდა მათზე როგორც მათი სხვა სფეროებიდან გამომდინარე ზოგადად ორგანიზაციებს, რა თქმა უნდა მოუწევთ მეორე ფონდის აუცილებლობას ხედავს თუ არ ხელისუფლება, იმიტომ რომ მართლობას საუბრობთ და აქ საუბარია იგივე დამოუკიდებლობაზე, გადაწყვეტილებაზე სასამართლოს იგივე კანონურ მმართველობაზე, აი ამ სასამართლო სისტემის რეფორმის აუცილებლობას ხედავს თუ არ ხელისუფლება და რას აკეთებს ამ პრობლემების გადასაჭრელად. იგივე ბოდიში ახლა ვკითხოთ ევროკავშირის მოთხოვნებიდან რომელი გახსენდებათ, რომელიც სრულად შეასრულა ხელისუფლებამ დღეს და მიტინგზე რატომ ამბობთ თუ არს? აი იმიტომ რომ სტრასბურგის სასამართლომ თქვა რომ ტყუილია რასაც გთხოვენ. არა, კეთილსინდისიერების მოძებაზე აქ საუბარი და არა იმპულსზე. უყურეთ, არა კეთილსინდისიერი მოსამართლე ვერ გამოიტანს კანონიერ გადაწყვეტილებას საბოლოო ჯამში. ეს გადაწყვეტილებში აისახება. არა კეთილ ჩვენ ადამიანის კეთილსინდისიერება მის კერძო ცხოვრებაში ხვალ გვაინტერესებს. ეს გულისხმობს რომ თუ კი არა კეთილსინდისიერია ჩვენი სასამართლო სისტემა, მაშინ გადაწყვეტილებებიც იქნებოდა არა კეთილსინდისიერი და უკანონო. მაშინ სტრასბურგი კი არ იტყოდა სააკაშვილზე, რომელზეც ჩამოაქციეს ქვეყანა და გადაუარეს ჩვენ მართლმსაჯულებას, რომ კანონიერი იყო. არ იტყოდა ამას. და რახან თქვა, რომ კანონიერი იყო. აღმოჩნდა, რომ მართლმსაჯულების ყველა კრიტიკოსი ქვეყნის შიგნით, ქვეყნის, არა, უბრალოდ ეს ადასტურეთ ის აგიხსნით აგეს. იმისთვის რომ იმჯელოს ჩვენ ქართული მართლმსაჯულება არის თუ არა კეთილსინდისიერი, უნდა ქონდეს რაღაც ინდიკატორები. ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში ორი ინდიკატორი. ერთი ეს არის NGO-ების სიტყვა და მეორე არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. თქვენ ახლა აირჩიეთ, დაუჯერებთ თქვენ NGO-ების სიტყვას, რომელიც აღმოჩნდა რომ ტყუილი იყო, მაგალითად სააგაშვილთან დაკავშირებით, თუ დაუჯერებთ სტრასბურგის სასამართლოს უკვე განგზობით პრაქტიკას, რომ ყოველ ჯერზე იმ საქმეებზე, რომელზეც ჩამოიქცევა ხოლმე მთელი NGO და გარე და შიდა აქტორები, რომ ეს არის პოლიტიკურად ვითომ და მოტივირებული, ყოველ ჯერზე სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ ტყუოდნენ NGO-ები, ტყუოდა ევროპარლამენტი, ტყუოდა ევროპის სტრუქტურები, რომლებიც ამას ამბობდნენ. სიმართლე ქართული მართლმსაჯულების ხარეს იყო და იქნებ ეხლა მაინც აღიარონ, რომ ეს ყველაფერი არის ცრუ ბრალდებები ქართული მართლმსაჯულების მიმართ. ამიტომ ჩემი მოლოდინია, რომ ევროკომისიაც კრიტიკულად გადახედავს თავის მოთხოვნებს, მოლოდინებს, შეფასებებს ქართული მართლმსაჯულების მიმართ და დაფიქრდება შემთხვევით, ხომ არ არის შეცდომაში შეყვანილი
ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ თუ კი ვეტინგი იქნება მოთხოვნა ამ სასამართლოს მიმართ, რომელიც თურმე ასე კარგად მუშაობს. თურმე ეს არის ინდიკატორი, რომ როდესაც არის საქმე, რომელზეც არის საუბარი, რომ ეს არის მაღალი პოლიტიკური ინტერესისა, აი აქ უნდა იჩინოს ხოლმე თავი იმ არაკეთილსინდისიერებებმა, იმ ზეგავლენებმა, იმ ყველაფერმა მანკიერებამ, რასაც ისინი საუბრობენ. და რატომ არ იჩენს არც ერთხელ რატო არ იჩენს თავს და ყოველჯერზე როგორ არის მართალი სასამართლო ყოველჯერზე როგორ არის მტყუანი NGO-ც და ევროკომისიის ის დასკვნებიც, ხომ? არ ვიცი. ეს ყოველდღე არ არსებობს არც ერთი ობიექტური კვლევა, რომელიც ამას ამბობს. და პირიქით, არსებობს ყოველჯერზე დასტური, რომ ისინი, ვინც ამ კვლევებს ეგრეთ წოდებულს აკეთებენ და არც არსებობს და ვინც ამ განცხადებებს აკეთებენ, ტყუიან, ახლა მეტი რა გავთქვათ, ანუ პირდაპირ სტატუსის სასამართლომ ჩვენი მთელი NGO სექტორი დაადანაშაულა ტყუილში. უთხაროს ტყუოდით. არაფერს არ ვაზოგადებთ, იმიტომ რომ ამაზე განცხადებები იყო. არასამთავრობო სექტორის ერთობლივი განცხადებები იყო, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება. არასამთავრობო ორგანიზაცია, თქვენს პოლიტიკურად მოტივირებული, სტრასბურგმა თქვა, რომ არაო კანონიერიო. არასამთავრობო თქვენს, რომ 2019 წლის ნოემბერში აქციის დაშლა იყო უკანონო, სტრასბურგმა თქვა, რომ კანონიერი. არასამთავრობო თქვენს, რომ მელიას დაკავება იყო უკანონო, სტრასბურგმა თქვა, რომ კანონიერი. ხო აღმოჩნდა, რომ არასამთავრობო სექტორი ტყუის. აი მეტი რაღა მხილება შეიძლება ტყუილის, ხო? და ბოდიშ ნუ მოიხდიან, მაგრამ გაჩერდნენ მაინც, ხომ? ანუ რაღაც არანაირი ანუ თავმოყარეობა არ აქვს, გავიგეთ რომ არ აქვს, იმიტომ რომ აქვს პოლიტიკური დაკვეთა. მაგრამ როდ გახარ სტრასბურგმა თქვა რომ არ ჭირდება. ვერ ახსენე. ორეთ ხო, ანუ ამიტომ ვთქვი რომ მე იმედი მაქვს რომ ევროკომისია გადახედავს თავის უყურე თუკი ასეთ დამოკიდებულ, გაუმჭვირვალე, არაკომპეტენტურ სასამართლოს შეუძლია ასეთი კარგი გადაწყვეტილების გამოტანა, დაე იყოს ასეთი დამოკიდებული, არაკომპეტენტური და გაუმჭვირვალე. ანუ თუკი ასეთ კარგ გადაწყვეტილებებს იღებს, რაღაც ერჩიან მაშინ ამ სასამართლოს. მაშინ გამოდის რომ თუკი შევცვლით, ცუდი გადაწყვეტილებები იქნება. მე კლა. ხო. სანქციებს ამიტომ წავიდა და მეორე ნაწილი არის უკვე პროცედურები, რა იქნება, როგორ იქნება არჩევა, როგორ იქნება და თან მოხდება ძველი წესი. მაგალითად, შარმიშელის დოკუმენტი. ძველი არ არსებობს, არსებობს მოქმედი. ხო, რაც მოქმედი, ხო, რომ შეცვლილი ხო ეს ყველაფერი და რამდენად ლეგიტიმური იქნება ეს ვითხრათ, რომ თუ ახლა აი ძველი წელი მოქმედი წესი იქნება არჩეული და არ იქნება პირველი რაც შეეხება ირაკლის შოთაძის განცხადებას, დიახ, დღეს ოფიციალურად შემოვიდა ეს წერილობით განცხადება და მომართვა. ამასთან დაკავშირებით მე მინდა უპირველეს ყოვლისა ამას მადლობა გადაუხადო მისი სამსახურისთვის პროკურატურის სისტემაში და გენერალური პროკურორის თანამდებობაზე. მნიშვნელოვანი განვითარება მოხდა პროკურატურისა მისი ხელმძღვანელობის დროს და მინდა ამისთვის მადლობა გადაუხადო. ამავე დროს მინდა უსურვო ჯანმრთელობა მალე გამოკეთება და აქვე აი იმ რეაქციებზე რომელსაც ვხედავთ. აღარ ვიცი ხო, ანუ ამას ხო აღარაფერი, ანუ ისი თქმა მინდა იცით რომ ანუ ეს ხო რაღაცნაირი გადაგვარების მანიშნებელია ის რეაქციები რაც ჩვენ ვნახეთ. ერთი 10-15 წლის, ავი 20 წლის წინ ესეთი რამე რო ეკადრა რომელიმე პოლიტიკოს ან ადამიანს საჯაროდ ეს რო ეთქვა ერთი 20 წლის წინ არ ვიცი მე რა. აი ხო ეს ადამიანი იქნებოდა ნუ ხო გამარჯვებას შეიძლება აღარ ეთქვათ ამ ადამიანებს. როდესაც საუბარია ადამიანი ამბობს რომ ასე ვთქვათ აქვს ჯანმრთელობა თან იმდენად ისეთი ასე ვთქვათ გამოწვევა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რომ უწევს თანამდებობიდან წასვლა და რამდენიმე თვიანი და ხა არაკონკრეტებს ეს ადამიანი და ხა მე მგონი რაღაც ცხოვრებისეულ გამოცდილება ყველას გვაქვს რომ რაღაცებს მივხვდეთ ხო და ამას რომ საღლიცინოთ ასაგდება და ასე იყენებენ ადამიანები რომლებიც პროევროპელები არიან რო კითხო ისინი არიან ჩახუტებულები ჩადიან ბრიუსელში და წითელ ხალიჩაზე დადიან ესეთი ადამიანები ასეთებს ეხუტებიან თურმე იქ რომელზეც შეიძლება ადამიანს უბრალოდ გადაუარო მის ემოციურ მდგომარეობაზე არც კი იფიქრონ და მე გამოდიან და ევროპაზე საუბრობენ და დროშებს აქნევენ ვის რაში სჭირდება მათი დროშა მათი ევროპის ჰიმნი შესრულებული ეს ყველაფერი ფარსია ამ ყველაფრის შემდეგ მათ ხო არაფერი არ არის ევროპული იმიტომ რომ არ არის ქართული და რაც არ არის ქართული ის არ არის ევროპული ამიტომ ეს აბსოლუტურად ამაზრზენი კამპანია თუ გამოხმაურებული თუ რა ვიცი რაღაცა დამოკიდებულება რომელიც აუხსნელია საერთოდ როგორ შეიძლება ადამიანმა
ასეთი რაღაცა იკადრო, ხო, რაც ჩვენ ვნახეთ დღეს გამოხმაურებებში. რაც შეეხება, ამიტომ მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავხადო ირაკლის შოთაძეს და მას ჯანმრთელობა უსურვო. რაც შეეხება პროცედურას, თავისთავად ჩვენ მოქმედი კანონმდებლობით და არა წარმოსახვითი კანონმდებლობით, იცით რომ ასე არის პროცედურა, რომ საპროკურორი ჩვენ მოქმედებს ქართული ხალხის მანდატით შექმნილი კანონმდებლობით. საპროკურორო საბჭო შეარჩევს კანდიდატურას, წარმოადგენს პარლამენტს და პარლამენტი ირჩევს უბრალოდ უმრავლესობით გენერალურ პროკურორს. საპროკურორო, ანუ უკვე საპროკურორო საბჭოს შეარჩევს, ასე ვთქვათ, კანდიდატს. ამიტომ ეს არის უპირველეს ყოვლისა ჯერ პროცედურა, რომელიც საპროკურორო საბჭოს ხელშია და იქ გადმოვალ აი იქ გადმოვალ. ელგანი ქართული ცნების ყოფილი ლიდერები თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორგავა წერენ და რომ თუ ეს კანონი იქნება მიღებული, საუბარი აქვს უკანონზე, ეგრეთ წოდებულზე კი ბატონო, საქართველოს აღმოჩნდება იზოლაციაში, საერთაშორისო იზოლაციაში, მოუწოდებენ დეპუტატებს, რომ არ მისცენ ხმა და არ გაიმეტო ქვეყანა ამ გამოწვევისთვის. თქვენ რა პოზიცია გაქვთ, არის თუ არა მართლა იმის რისკი, რომ პრობლემები შეექმნა საუბარს? პროფესორ, არ მგონია მე რომ ქართული ოცნების ყოფილი ლიდერი რაიმე ესეთი სტატუსია, რომელიც რაიმე დამატებით წონას მატებს რაიმე სიტყვას. ანუ ასეთი აზრების ხვები, ასეთი აზრის ხისგანაც გავიგონია და მე ყველას ვურჩევ რომ ერთ რამეზე დაფიქრდნენ, რომ ამ კანონთან დაკავშირებით ასეთი ამბავი რო არის ატეხილი და ასეთი შანტაჟი, მუქარა, ზეწოლა მიდის საქართველოს. ცოტა დაფიქრდნენ. შემთხვევით ზუსტად ეს სხვა დასტურებს თუ რამდენად ქართულია ეს კანონი, თუ რამდენად ქართული ხალხის ინტერესია ეს კანონი. და ზუსტად ის ხალხი რომ არის აბუნტებული ამ კანონზე, რომლის გამჭვირვალობასაც ეს ეხება და მორიდებულებიც არ არიან და პირდაპირ ის ხალხი გვემუქრება თუ ის ჯგუფები გვემუქრება, რომლის გამჭვირვალობასაც ეს ეხება. აქ ხო არ ფიქრობენ რომ იქ არის არაკეთილსინდისიერი არგუმენტი და ყველაფერს თავი დავანებოთ. კარგით, ყველაფერს დავანებოთ თავი. აი ეს ამხელა ამბავი როა ატეხილი, ხო? აი დასანქცირება, ევროპული მომავალი, აი ეს ორგანიზაციები, ვისაც ეს ეხება. ორი თვე გავიდა. რო გამოსულიყო თვითონ ერთგვარ, ხალხო, ჩვენს გამო არის ამდენი დავა. აი მე ვარ ევროპის დემოკრატიის ფონდი, ამერიკის დემოკრატიის ფონდი, აი მე ვარ ეს NGO. ჩვენს გამო დაობთ და ქართველები, კაცო, რა პრობლემაა, ვიქნებით გამჭვირვალები. რატო არ თქვის? რატო მალავენ? რას მალავენ ასეც? ასეთი რაკეტილი საქმე არის, რო უთქმელი არის ქართული ხალხისთვის. ხო და ამაზე დაფიქრდეს ყველა. ზუსტად აი ეს შტურმი საქართველოზე ადასტურებს ერთ რამეს, რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი, რომელიც არის ზუსტად რომელიც არის ქართული ხალხის ეროვნული ინტერესების მატარებელი. რა გითხრათ, რისკები სააკაშვილის დროსაც იყო. იგივე მუქარა იყო, თქვენ გახსოვთ სანქციებით გვემუქრებოდნენ. მათ შორის სანქციების ჯგუფი რომ არის შექმნილი უკრაინასთან დაკავშირებით უცხოელების მონაწილეობით, ზუსტად გვემუქრებოდნენ. კლავთ, მოკვდება, გვემუქრებოდნენ სანქციებით. გახსოვთ თქვენ დემარშით მისული ელჩები იუსტიციის მინისტრთან. ეს დემარში მარტო დემარში კი არა, ამაში ხო ფარული მინიშნებებიც არის, რომ თუ საქმე თუნდაც წავა დაივიწყეთ ევროპა. ამას პირდაპირ გვეუბნებოდნო, გიღირთ სააკაშვილის ციხეში ყოფნა, რომ დაკარგოთ ევროპული პერსპექტივა. ამიტომ ეს საფრთხეები მაშინაც იყო. და ჩვენ უბრალოდ ჩვენ მაშინაც ვთქვით, ეხლაც ამას ვამბობთ. ეს არის ყალბი დილემა, რომელიც არის ერთ-ერთი ხერხი პროპაგანდის. როდესაც გიყენებენ არჩევანს, რომელიც სინამდვილეში არ არის არჩევანი. არ იყო მაშინ არჩევანი სააკაშვილსა და ევროპას შორის. ისე როგორც ახლა არ არის არჩევანი კანონსა და ევროპას შორის. ეს არის ყალბი არჩევანი. გამჭვირვალობა შეუძლებელია ევროპა ეწინააღმდეგებოდეს გამჭვირვალობას და პირიქით სირცხვილია, რომ გამჭვირვალობის გამო ამხელა ამბავი აქვს ამდღარი და ერთი NGO ვერ გამოჩნდა, ერთი, რა ვიცი, ხო შეიძლება ერთი NGO გამოსულიყო, ან ერთი დონორი და ეთქვა, რომ აი მე პირადად ჩემი ინიციატივით გავასაჯაროებ, რა პრობლემაა, ვიქნები გამჭვირვალე ჩემი ხალხის წინაშე. ჩვენ ხო არ ვეუბნებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ჩააბარე ანგარიშები პრემიერ-მინისტრს ან მინისტრებს თუ დეპუტატებს. ჩვენ ვეუბნებით, რომ ამბობ, რომ მე ვარ საზოგადოების წარმომადგენელი, ხო ასე პოზიციონირებენ, რომ არიან საზოგადოების ხმა და წარმომადგენელი. იყავი ანგარიშვალდებული შენი საზოგადოების წინაშე. უთხარი ვინ გაფინანსებს, უთხარი რასაკეთებ. მე
არა, ერთგვარი შანტაჟი ხელისუფლების მიმართ და არ ელოდებით მათ განაგრძების გადაწყვეტას. არ ვიცი ხარ სააკაშვილიზე არ ვიცი რა შეიძლება ყოფილიყო. არა, უყურეთ, მე ვამბობ რა არის ქცევის რაღაც გარკვეული სტანდარტები, რასაც ხედავთ. არ მოხდა სანქციები, თქვენ გონიათ რომ ამ შემთხვევაში არ მოხდა. არა, მე ვამბობ ერთ რამ, მე ვერ წინ ვერ გავჭრეთ ვინ რას იზავს, მაგრამ ერთი რამე არის ცხადი. დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება უცხო ქვეყნის შანტაჟის ქვეშ ვერ იმოქმედებს. ამ შემთხვევაში ჩვენ აღარ ვიქნებოდით ქართული ხალხის ხელისუფლება, ჩვენ ვიქნებოდით სხვა ხალხების და სხვა ქვეყნების ხელდასმული ხელისუფლება და ჩვენ ვართ ქართული ხალხის მიერ მანდატ მინიჭებული ხელისუფლება და ქართული ხალხის ხელისუფლება უცხო ქვეყნის შანტაჟის ქვეშ არ იმოქმედებს არასდროს. კიდევ ერთხელ რომ დაგვიდასტუროთ, მართლაც სამშაბათს გავა თუ არა პრეზიდენტის ვეტოს საკითხი, ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და დაძლევს თუ არა ამ ვეტოს და უკვე ვეტოს დაძლევის შემდეგ რამდენად ელოდებით რეალურად უკვე სანქციებს ამაზეც რომ თავისთავად ჩვენ განვაცხადეთ, რომ ბოლო შანსიც, რომელიც დატოვებული იყო შინაარსობრივი დისკუსიისთვის ქალბატონმა სალომემ ჩაკეტა, იმით რომ რამდენიმე დღეში წარმოადგინა ვეტო. ჩვენ 2 თვე ვნახეთ ამ საჭიროა ახლა რომ ვიცოდეთ, კაც ჩუმა თქვენთვის აკეთეთ თქვენი ეგრეთ წოდებული კეთილი საქმეები და ნურაფერს ნუგე ხო შეუძლებელია. ამიტომ ყველა მიცის რომ ნებისმიერი შინაარსობრივი დისკუსია დასრულდება იმ შედეგით, რომ უნდა იყოს გამჭვირვალე დაფინანსებები. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა მივყვებით ამ პროცესს და იქნება მომავალ კვირას ვეტოს განხილვა დაძლევა. რაც შეეხება რეაქციებს, ვერაფერს ვერ გეტყვით რეაქციებზე, მე გითხარით რომ ჩვენ შეუძლებელია ჩვენ მაშინ ხალხი არ ვართ, ჩვენ მაშინ ქვეყანა არ ვართ და ჩვენ მაშინ ხელისუფლება არ ვართ, თუ კი სხვა ქვეყნების შანტაჟის ქვეშ მივიღეთ გადაწყვეტილება და არა ქართული ხალხის ინტერესებზე ქართული ხალხის ინტერესები და ინტერესების ევროკავშირში ინტეგრაცია. უმძიმეს ბრალდებას ეხება საქმე. ფიზიკური ანგარიშტორების მუხარას ახსენებს პირდაპირ პრემიერ-მინისტრს განცხადებაში. რატომ არ მოხდა მე? ან დინარის მისწრებელ კომისარი, ან მახმურმაჩი შედგა ეს საუბარი. ანუ პატარა ამბავი ხომ არ არის ამ ხელა ბრალდებას აკეთებს პრემიერ-მინისტრზეა საუბარი და მეც რატომ არ ამბობთ ამის შესახებ? მე დამატებით კომენტარს ამ საკითხზე არ ვაკეთებ, საუბარი მე არ მქონია, რა თქმა უნდა და გითხარით კიდევაც რაც პრემიერ-მინისტრს განაცხადა, მე მასთან მქონდა საუბარი. თუ კი რამე დამატებით დეტალი იქნება საჭირო, იმიტომ ირაკლი ყობახიძე გახლავთ ამ ქვეყნის არჩეული პრემიერ-მინისტრი